ლელოსაც რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერს ალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ასე პასუხობს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ლელო ძლიერი საქართველოს შეთავაზებას ქართულ ოცნებასთან დიალოგის დაწყების წინადადებაზე. ოპოზიციურ პარტიაში ამის შესახებ საგანგებო განცხადება გუშინ მოულოდნელად გააკეთეს და მოლაპარაკებების დაწყების მოტივად კრიზისული პოლიტიკური ვითარების განმუხტვა დაასახელეს. ივანიშვილის გუნდში ოპოზიციურ პარტიას უარით პასუხობენ და მეტიც ამ განზრახვის მიღმა საკონსტიტუციო და სისხლის სამართლის საქმეებზე მოსალოდნელი განაჩენების თავიდან არიდების მცდელობას ხედავენ. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების გაუქმების განხილვისთვის ემზადება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ლელოს ცდილობს თავი დაიხსნა საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს მოახერხა თავის დროს გახდეს პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. აქ შესაძლოა იგივე მცდელობა ჰქონდეს ლელოსაც, თუმცა მე მეეჭება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ნაცნობ ახალი ლელო გახარია ყველა სხვა. ქართული ოცნების პასუხს მალევე მოხვა ირაკლი კუპრაძის საპასუხო მიმართვა. ლელოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე უარით რეჟიმი ჰააგის ტრიბუნალს კიდევ უფრო მეტად უახლოვდება, თუმცა ეს სხვა ოპოზიციონერებისთვის არათუ პრობლემაა, არამედ მათი მიზანია, რომ სწორედ რეჟიმი მოკლე დროში დამარცხდეს და გასამართლდეს. ლელო, რომელიც ქართულ ოცნებასთან დიალოგში შესვლას აპირებს და სხვასაც ამისკენ მოუწოდებს, იმასაც აცხადებს, რომ ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება, მაგრამ როგორც წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცნობია. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს ალაპარაკო ლელოსთან, ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე და ის იმოკლებს ამ გზას ჰააგის ტრიბუნალამდე. ლელოს განაცხადი მიესადაგება ერთ ძალიან მარტივ დოქტრინას, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეიყვანა კრიზისში და კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ლელოს შეთავაზება გაუგებარი და მიუღებელია პროდასალური ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან ოპოზიციის ალიანსში, რომელიც 9 პროდასალურ პარტიას აერთიანებს, ხაზგასმით ამბობენ, რომ ოცნებასთან მოლაპარაკებას მხოლოდ მას შემდეგ ექნება აზრი, როცა ივანიშვილის რეჟიმი უპირობოდ მიიღებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას და რეპრესიულ კანონებს უკან წაიღებს. მანამდე ოპოზიცია რეჟიმს უნდობლობას უცხადებს. ფაქტობრივად ამით დღეს ლელომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს ინიციატივა, რაც გულისხმობს გაუგონარი პირობებით დიალოგში შესვლას, ემსახურებოდა ქართული ოცნებისთვის დამატებითი დროის მიცემას და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ივანიშვილი აღმოჩნდეს მალე იმ მდგომარეობაში, რომ თავად მოუწიოს დათმობებზე წასვლა და დიალოგი შედგეს ერთადერთ საკითხზე. თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობებზე ჩვენ ვერ შევალთ ქართულ ოცნებასთან ვაჭრობაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მათ პირობად უნდა გაათავისუფლონ უკლებლივ ყველა პოლიტიკური პატიმარი. გაერთიანებული ოპოზიციის ერთობის მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილის რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე დროში მოუწიოს მართვის სადავეების დათმობა. ამიტომ არც ერთ მსგავს ფორმატში არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას და რეჟიმისთვის ძალაუფლების გახანგრძლივებას. იმის იმედს, რომ ივანიშვილს კომპრომისებზე წასვლა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის გარეშე მოუწევს, ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაც აძლევთ. ვფიქრობთ, რომ ეს არ წარმოადგენს რეალურ შესაძლებლობას, რაიმე დიალოგი დაიწყოს ქართულ ოცნებასთან ამ სიტუაციაში, როდესაც მას საერთაშორისო თანამეგობრებმა განაჩენი გამოუტანა, რატომ მოინდომა ლელომ ამ ინიციატივის გაშღერება, როცა გამარჯვებისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო ცხადი გახდა მოსკოვის მექანიზმის შემდგომ ქართველი ხალხისთვის, ეს ალბათ მათ თავად უნდა გასცენ პასუხი. ჩვენი პოზიცია არის, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას და დემოკრატიული გზისთვის დასაბრუნებლად უნდა აღსრულდეს მოსკოვის მექანიზმში, რაც არის რეკომენდაცია გათვალისწინებული იმ ყველაფრის აღსრულება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბურთი ახლა ქართული ოცნების მოედანზეა, რომლის პასუხისმგებლობაა უდანაშაულო მოქალაქეების ციხეში გამოკეტვაც და რეპრესიული კანონების დამტკიცებაც. და დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმე უნდა საუბრობდეს უკან დახევაზე, კომპრომისზე ან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე, ეს თავად ივანიშვილის გუნდი უნდა იყოს და მაშვალ რგოლად მას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა ეხმარებოდეს. მიმაჩნია, რომ ეს იყო ნაადრევი ლელოს მხრიდან. ქართულ ოცნებას მოუწევს დიალოგზე წამოსვლა თვითონაც
ალბათ უმჯობესი იყო რომ ამის თაობაზე თვითონ ქართულ ოცნებას გაეკეთებინა განცხადება და არ ყოლოდა ეს მაშველი რგოლის სახით ამ შემთხვევაში ლელო. თორემ აი ნახეთ ამ განცხადებას მოხდა საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება თვითონ ქართული ოცნების მხრიდან. ლელო ძლიერი საქართველოს ინიციატივას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ დიქტატურასთან გამარჯვება მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლით და ერთიანობითაა შესაძლებელი. მეგობრებო, ლელოდან შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. ნუ თუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ. დიქტატურასთან საუბარი გამოვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით. მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის, ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს ინიციატივა გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს. იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ლელოსთან ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში. საკითხზე უფრო მეტ მკაფიობას ითხოვენ გახარია საქართველოსთვის გუნდში. სწორედ ექს-პრემიერის პარტია იყო ლელო ძლიერი საქართველოს ერთადერთი მოკავშირე თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. მაშინ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებისგან განსხვავებით ამურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტა. დღეს კი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დაწყების იდეა მათთვის მისაღებია. მეტი მკაფიობა არის საჭირო. ვისთან რა საკითხებზე, რა პოზიციიდან ვისი მედიაციის საშუალებით მოხდეს დიალოგი. დღეს ოცნების მხრიდან დიალოგის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. დიალოგი აუცილებლად იქნება. დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ლელოს გაუჭირდება იპოვოს სტრატეგია, რომლითაც ქართულ ოცნებასთან დიალოგზე დაჯდება და ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც მაგალითი იქნება. მით უფრო მაშინ, როცა ვიცით, რომ განსხვავებული შეხედულებები აქვთ 9 პროდასალურ ოპოზიციურ პარტიაში. ისინი რეჟიმისგან უპირობოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და დამოუკიდებელი ცესკოს პირობებში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.